ჩვენ ახლა აქციის მონაწილეებთან ერთად ვიმყოფებით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან კოსტავას ქუჩაზე. აქ ჩვენ მოვედით გმირთა მოედნის გავლით და საერთოდ აქციის მონაწილეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის IT სპეციალისტები, გრაფიკული დიზაინერები, ასევე ბუღალტრები, აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა შეიკრიბნენ ერთდროულად ჭავჭავაძის გამზირზე თესეუს პირველ კორპუსთან და ისინი ერთად უკვე გამოემართნენ აი აქ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ისინი გეგმავენ, რომ აქ გაჩერდნენ და შემდგომ წავიდნენ უკვე თბილისის მერიის შენობასთან, საიდანაც უკვე სანაპიროთი აპირებენ, რომ წავიდნენ საქართველოს პარლამენტთან, სადაც უკვე 7 საათზე არის დაგეგმილი აქცია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა იმართება, საპროტესტო აქციები, რომელიც მიემართება დღევანდელ ხელისუფლებას და აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რასაც ქართული ხელისუფლება ახლა ატარებს, ეწინააღმდეგებიან კანონებს, ამბობენ, რომ დღევანდელი კანონები არის იმის ნიშანი, რომ შესაძლოა რომ დაწესდეს ცენზურა და ეს გამოიხატება შემდგომ იმაში, რომ თითოეული ადამიანის უფლებები შეილახება, სწორედ ამას ამბობენ აქციის მონაწილეები ჩვენთან, მათ აქ მოთხოვნებიც და ამბობენ, რომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რადგან ისინი თვლიან, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის არალეგიტიმური. ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ კადრშიც ვნახოთ, აი თუ რამდენი ხალხი არის მოსული აქ, არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ხედავთ თუ რამდენი ადამიანი არის შეკრებილი აქ, სხვადასხვა ბანერებით, დროშებით, მათ შორის არის საქართველოს და ევროკავშირის დროშა და სხვადასხვა სახის ბანერები, სადაც წერია მათი გზავნილები ხელისუფლების მიმართ და ისინი მოუწოდებენ ასევე სხვა პროფესიის წარმომადგენლებსაც, რომ გაერთიანდნენ და გამოვიდნენ მათსავით სწორედ ასე და გააპროტესტონ ის პოლიტიკა, რასაც დღევანდელი მთავრობა ატარებს, რადგან ისინი თვლიან, რომ ეს პოლიტიკა არის არასწორი. ჩვენ შეგვიძლია ასე კადრში ვნახოთ, აი ახლა ახალგაზრდები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მოემართებიან სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მხრიდან და ისინი მიდიან უკვე თბილისის მერიისკენ, როგორც ჩანს, გეგმა უკვე ასეთია, რადგან ისინი არ გაჩერდნენ საბოლოოდ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ისინი მიდიან მერიასთან და ჩვენ შეგვიძლია ახლა რომ მოვისმინოთ კომენტარები, რომელიც დღეს ჩვენთან აქციის მონაწილეებმა გააკეთეს. შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, გაყალბდა არჩევნები, რომელმაც გამოიწვია საერთო სახალხო მღელვარება. ვაპროტესტებთ ამას ზუსტად ქვეყანაში არსებულ ამ მძიმე მდგომარეობას და იმედი გვაქვს, რომ გამოსწორდება და გამოიღებს შედეგს. ჩვენს ინფორმაციული ტექნოლოგიების წარმომადგენლები, რომელზეც დადის ესეთი საუბრები, რომ მუდმივად კომპიუტერებთან ვხედავთ, სხვა არაფრის საქმეა, აგერ შევწუხდით ამ მდგომარეობით და გამოვედით გარეთ. მთავრობას გონია, რომ რაღაც კონკრეტული ერთი სეგმენტის მხრიდან აქვს პროტესტი და რაღაც ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ბოლო დღეებმაც საჩვენა, რომ სხვადასხვა პროფესიის ხალხი უკვე აპროტესტებს და უკვე აღარ შეუძლია ამ მთავრობის, ასე ვთქვათ, ატანა და ფაქტის სახეზეა უკვე მეორე დღეა ჩვენი სფეროს წარმომადგენლები ვაპროტესტებთ მიმდინარე მოვლენებს, რაც ხდება ქვეყანაში. მინდა ნათელ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც გიხარია, რა ვიცი, ცხოვრება, სადაც გიხარია არსებობა, სადაც გიხარია რომ განვითარდე, სადაც გინდა რომ ახალგაზრდას მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, თავისთავად წარმოაჩინოთ და ასე შემდეგ. უნდა მოგცენ ამის საშუალება, იმიტომ რომ დღეს ეს ქვეყანა ჩვენია. სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები უერთდებიან ამ აქციას, ზუსტად იმიტომ რომ ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას და საზოგადოებას, რომ ყველა სფეროშია. ეს პროტესტი არის მოდებულია ყველა სფეროს და ეს არ არის პოლიტიკური, კონკრეტულად, ეს არის ქვეყნისთვის ბრძოლა, ეს არის ჩვენი მომავლისთვის ბრძოლა. ჩვენი პროფესია გულისხმობს
იმას გულისხმობს განვითარებაზე ორიენტირებულობას, ხო? ანუ ჩემთვის პირადად და პროფესიულადაც განვითარება არის ევროკავშირში, ამას ვხედავთ ნაცვლად ყველა და არა, თქვათ, სხვა მხარეს, სადაც არის ქრთამების აღება და მსგავსი არა, როგორ თქვა, ანუ არა კანონიერი მიდგომები. ანუ ეს არის უბრალოდ ჩემთვის ნათელი და ამიტომ დგავარ ახლა აქ. ჩვენ ახლა ვართ კოსტავას ქუჩაზე და მივემართებით თბილისის მერიის შენობისკენ. მე ოპერატორს ვთხოვ რომ განახოთ აი კადრში ლევან, ვთხოვ რომ ვანახოთ აი მანქანები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ აქციის მონაწილეებს. აქციის მონაწილეებიც ხედავთ რომ ტარს უკრავენ მათ, აქვთ სხვადასხვა სახის ბანერები, აქვთ საქართველოს დროშები, აქვთ ასევე იმ დაშავებულთა ფოტოები, რომლებიც საპროტესტო აქციის დროს დაზარალდნენ, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს დროშებს ხედავთ თქვენ და მათ შორის ბანერებს, რომლებზეც გამოსახული არის სწორედ მათი გზავნილები ხელისუფლების მიმართ. თქვენ ხედავთ აქ თუ რამდენი ხალხი მიდის სწორედ თბილისის მერიის შენობისკენ და შემდგომ ისინი აპირებენ რომ გადაინაცვლონ საქართველოს პარლამენტისკენ. ჩვენ მივყვებით სწორედ ამ მსვლელობას, თქვენ ხედავთ თუ რამდენი ხალხი არის შეკრებილი და ისინი ამბობენ რომ აქვთ რამდენიმე მოთხოვნა. პირველი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები და ასევე პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.